დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სოციალური განწყობების ან ატიტუდების შესახებ. უნდა გითხრათ, რომ ატიტუდი, სოციალური განწყობა ერთ-ერთი პირველი ინტერესის ობიექტი იყო სოციალური ფსიქოლოგიისა. ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ატიტუდის ან სოციალური განწყობის არაერთი განმარტება არსებობს. ხშირად ეს განმარტებები ურთიერთსაპირისპიროც კია. ტერმინი ატიტუდი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან aptus, რაც ქართულად ითარგმნება როგორც მორგება. ან როგორც შეგუება. სოციალურ ფსიქოლოგიაში ატიტუდის ტერმინი უკავშირდება ტომასისა და ზნანიეცკის აი მეცნიერების სახელებს. მათ ატიტუდი განმარტეს როგორც ინდივიდუალური ფსიქიკური პროცესი, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდის ფაქტიურ ან პოტენციურ რეაქციას ან ქცევას სოციალურ გარემოში. ანუ სოციალურ გარემოში მიმდინარე ქცევა აიხსნა ატიტუდების საფუძველზე. ატიტუდი ან სოციალური განწყობა ასევე განიმარტება როგორც დამოკიდებულება ან შეხედულებათა სისტემა გარკვეულ სოციალურ მოვლენებთან ან სოციალურ გარემოსთან მთლიანობაში დაკავშირებით. აღინიშნება სოციალური განწყობის კავშირი სოციალურ როლთან. მაგალითად, როგორიც არის დედის სოციალური როლი, გარკვეულ სოციალურ განწყობებს უკავშირდება ბუნებრივია ის, ვთქვათ, პროფესიონალის სოციალური როლი ასევე დაკავშირებულია შესაბამის სოციალურ განწყობებთან. კერძოდ, ვთქვათ, როდესაც სახეზეა დედის სოციალური როლი, ვლინდება რა? შესაბამისი დამოკიდებულება, შესაბამისი ატიტუდები, ანუ შვილისადმი ვთქვათ დამოკიდებულება, მისი მოვლა, მასზე ზრუნვა, გარკვეული პასუხისმგებლობის აღება მასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. თეატრში მსახიობის როლში შესვლა გარკვეული განწყობის დაუფლებას ნიშნავს. ამ დროს იცვლება მსახიობის ქცევა, მისი დამოკიდებულებები და სხვა. ზოგჯერ ეს სცენის გარეთაც გამოჰყვება მსახიობს, როგორც ამბობს კინომსახიობი იან ჩარლზი, ფილმში ცეცხლოვანი ედლი მორწმუნე ოლიმპიური ჩემპიონის როლზე მუშაობამ ის სრულიად შეცვალა. აქაც ლაპარაკი არაა, რომ თვით თეატრალურმა როლმა შეიძლება შეცვალოს ატიტუდები. თვით თეატრალური როლიც და არა მარტო სოციალური როლი გამოვლენილი ყოფით სიტუაციაში არის დაკავშირებული შესაბამის ატიტუდებთან, შესაბამის სოციალურ განწყობებთან. კრეჩისა და კრეჩფილდის მიხედვით ატიტუდი არის სოციალური ობიექტი მე მინდა განმარტო საზოგადოება მთლიანობაში, ასევე კონკრეტული პირი, სოციალური ღირებულება, მას ატიტუდი არის სოციალური ობიექტის დადებითად ან უარყოფითად შეფასების, მისადმი დადებითი ან უარყოფითი გრძნობებისა და შესაბამისი ქცევების ერთიანი სისტემა. ანუ ის მოიცავს გარკვეულ შეხედულებათა სისტემას, გარკვეულ გრძნობებს, გარკვეულ გრძნობათა სისტემას, გრძნობათა სპექტრს და ბოლოს ის შეიცავს გარკვეულ ქცევით რეაქციებს. ჩვენ ამ საკითხზე კიდევ გვექნება საუბარი. მას ატიტუდს როგორც სოციალურ განწყობას განიხილავენ გარკვეული სოციალური ქცევის მზაობისა და სოციალური ქცევის განხორციელების პირობის სახით. აი აქ არის სლაიდზე წარმოდგენილი ატიტუდის განმარტებები, მე გთხოვთ ყურადღება გაამახვილოთ აი ამ განმარტებებზე. ხო, ეს არის შემდეგი საკითხი. მოგვიანებით შევეხებით ჩვენ ამ საკითხს. აი სოციალური განწყობა მას კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, სოციალური განწყობა, როგორც გარკვეული სოციალური მოვლენისადმი დაკავშირებული დადებითი ან უარყოფითი შეფასებითი რეაქცია. მე მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის ითქვა ჩემს მიერ აქამდე, რომ სოციალური განწყობა იმთავითვე არის დაკავშირებული შეფასებასთან. ანუ მასში არის წარმოდგენილი ან დადებითი, ან უარყოფითი დამოკიდებულება შესაფასებელი ობიექტის მიმართ. იგი გულისხმობს არა უბრალოდ ვთქვათ გარკვეული წარმოდგენების, გრძნობებისა და ქცევების ერთიანობას, ან ქცევისადმი ზაობების ერთიანობას, არამედ გულისხმობს იმთავითვე შეფასებასაც. ის არის შეფასებითი რეაქცია იმავდროულად. და მას
განწყობა სამყაროს შეფასების აქედან გამომდინარე ეფექტური საშუალებაა. აქ არის წარმოდგენილი სლაიდზე განწყობის სამი პარამეტრი, როგორიც არის გრძნობა, მაშ აფექტური კომპონენტი, ატიტუდის ან სოციალური განწყობის, მეორე გახლავთ შეხედულებათა სისტემა, შეხედულება, ანუ მისი კოგნიტური კომპონენტი და ბოლოს ქცევისადმი მზაობა, როგორც ქცევითი კომპონენტი ატიტუდის. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ განწყობა, სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის მას ერთ-ერთი პირველი ობიექტია. პირველად თავიდან სოციალური ფსიქოლოგია მიიჩნევდა, რომ განწყობის ცოდნა ქცევის ერთმნიშვნელოვანი პროგნოზირების საშუალებას იძლევა, მაგრამ თანდათან დამოკიდებულება ატიტუდისადმი მას შეიცვალა და ჩვენ ამაზე მოგვიანებით გვექნება საუბარი. მე მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო, იმისაც რომ დათელი გახდეს ატიტუდის სოციალური განწყობის რაობა. ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის 1997 წლის ანგარიშის მიხედვით ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების თამბაქოს წარმოება ყოველწლიურად 3,5 მილიონ მომხმარებელს კლავს. ანუ დაახლოებით 10,000-მდე ადამიანს დღეში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად იღუპება თამბაქოს მოხმარებისგან 420,000 ადამიანი, რაც აღემატება მკვლელობათა, სატრანსპორტო შემთხვევების, ნარკომანია, ალკოჰოლიზმის მსხვერპლთა საერთო რაოდენობას. ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ევერეტ სიკუპმა კონცერნ ფილიპ მორისის ტოპ მენეჯერებს უწოდა ბანდა, რომლებიც წლების მანძილზე ატყუებენ ადამიანებს. რადგან კონცერნის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო. ეს პასუხი, რა თქმა უნდა, დაიბეჭდა პრესაში და მე მინდა ციტატა მოვიყვანო. თამბაქოს მოწევა მამრეჩვევა კითხვის ნიშანს ხმარობს ამ შემთხვევაში ეს ადამიანი მე არ გეთანხმებით. ადამიანები სიგარეტით ხელში საკუთარ ინდივიდუალობას და საზოგადოების მიმართ საკუთარ პროტესტს გამოხატავენ. სოციალურ ფსიქოლოგიას აინტერესებს თუ ამგვარი განაცხადები, როგორც ჯანდაცვის ორგანიზაციისა, ასევე მას ფილიპ მორისის წარმომადგენელთა ეს განაცხადები, რამდენად ასახავენ ამ ადამიანების, ამ განცხადებათა ავტორების რეალურ განწყობებს. კერძოდ, საინტერესოა ფილიპ მორისის ხელმძღვანელები მართლაც ფიქრობენ, რომ სიგარეტის მოწევა ინდივიდუალობის გამოხატვის უვნებელი ფორმაა. თუ ისინი საკუთარი მრწამსის, ანუ რეალური შეხედულების სულაც საპირისპიროდ მოქმედებენ და საპირისპირო განაცხადს აკეთებენ. გარკვეულ მოვლენასთან, თქვათ სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებული დადებითი ან უარყოფითი შეფასებითი რეაქციები წარმოდგენილნი მსჯელობის, გრძნობისადმი თუ ქცევისადმი მზაობის სახით განსაზღვრავენ განწყობას. და აქედან გამომდინარე მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ განწყობა სამყაროს შეფასების ეფექტური საშუალებაა. მაგალითად, თუ კი ადამიანი დარწმუნებულია, რომ გარკვეული ეთნოსის წარმომადგენლები არიან ზარმაცები და თანაც აგრესიულები, მას ბუნებრივია გაუჩნდება ანტიპათიის განცდა ამ ეთნოსის მიმართ და უფრო მეტიც გაუჩნდება ტენდენციაც და მზაობაც დისკრიმინაციული ქცევისადმი. განწყობათა შეფასებისას ჩვენ ვაფასებთ მის სამ პარამეტრს, რომელზედაც ჩვენ გვქონდა საუბარი, ეს არის გრძნობა, ანუ აფექტური კომპონენტი ატიტუდის, მეორე შეხედულებათა სისტემას, ეს იგი კოგნიტურ კომპონენტს, შემეცნებით კომპონენტს და მესამე ქცევას, ანუ ქცევით კომპონენტს. თავიდან სოციალური ფსიქოლოგია მიიჩნევდა, რომ განწყობათა ცოდნა ქცევის ერთმნიშვნელოვანი პროგნოზირების საშუალებას იძლევა. მაგრამ 1964 წელს ლეონ ფესტინგერი, რომელსაც უდიდესი ღვაწლი აქვს სოციალური ფსიქოლოგიის განვითარებაში, მივიდა სულაც საპირისპირო დასკვნამდე, რომ განწყობის შეცვლა ერთმნიშვნელოვნად არ უკავშირდება ქცევის შეცვლას.
ანუ შეუძლებელი ერთმნიშვნელოვანი კავშირი არსებობდეს, აქედან და არც არსებობს ერთმნიშვნელოვანი კავშირი ატიტუდ სოციალურ განწყობასა და ქცევას შორის. ანუ, როდესაც იცი ადამიანის ატიტუდის თაობაზე, მისი სოციალური განწყობის შესახებ, ანუ როდესაც იცი მისი მრწამსი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოახდენ მისი ქცევის ზუსტ პროგნოზირებას. ანუ საკუთარი შეხედულების დეკლარირება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თავისი დეკლარირებული შეხედულების შესაბამის ქცევას განახორციელებს და თავისი მრწამსის შესაბამისად იმოქმედებს. და აი ცნობილია ასეთი ფრაზა, ძალიან ისეთი ხატოვანი, მეტაფორული ფრაზა, რომელიც ლეონ ფესტინგერს ეკუთვნის, რომ ქცევა ცხენია, და განწყობა ეტლი. ანუ აქ გამოდის რა, სულ საპირისპირო რაღაც, რომ ქცევა იწვევს განწყობას, განწყობა ყალიბდება ქცევის პროცესში და ასეთი ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა მიმართება ქცევასა და განწყობას შორის, აქედან როგორც წინათ ეგონათ, რომ თქვა ატიტუდი, სოციალური განწყობა არის ქცევის საფუძველი, მაშინ ფესტინგერის ამ სახელგანთქმული ფრაზის და მისი გამოკვლევების შედეგად ეჭვის ქვეშ დადგა ასეთი ცალმხრივი მიმართების საკითხი ატიტუდსა და ქცევას შორის და მაშინ აი ამ ფრაზით, რომ ქცევა ცხენია და განწყობა ეტლი, ფაქტობრივად შეატრიალა, შეაბრუნა ფესტინგერმა მიმართება ქცევასა და განწყობას შორის, სადაც დომინანტური მნიშვნელობა მიანიჭა სწორედ ქცევას. შემდეგი დარტყმა განწყობათა ბატონობას სოციალურ ფსიქოლოგიაში მიაყენეს 1969 წელს. ალან უოკერმა ჩაატარა კვლევათა დიდი სიმრავლის ანალიზი, აი ამ კვლევებში შეისწავლებოდა განწყობები და ქცევა. მკვლევარი მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანების მიერ ფორმულირებული განწყობების საფუძველზე თითქმის შეუძლებელია მათი ქცევის განჭვრეტა. მაგალითად, სტუდენტების დამოკიდებულება ტყუილისადმი ნაკლებადაა დაკავშირებული იმასთან, თუ ისინი თავად მოიტყუებიან თუ არა რეალურ ცხოვრებაში. ასევე ეკლესიისადმი დამოკიდებულება შეფარდებითადაა დამოკიდებული ეკლესიაში სიარულთან და სხვა. ამ განცვლას მე მინდა შემდეგ სლაიდზე გადავიდე. ამ განცვლას განწყობასა და ქცევას შორის დანიელ ბეტსონმა მორალური თვალთმაქცობა უწოდა. ანუ როდესაც თქვა ადამიანი დეკლარირებს ერთს და რეალურად იქცევა თავისი დეკლარირებულის საპირისპიროდ. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ იგი არის მაღალ ზნეობრივი, რომ მისთვის ზნეობრივი ღირებულებები უპირატესია, რომ ის არის აღზრდილი ქრისტიანული მორალის საფუძველზე და ამ დროს მისი ყოველდღიური ქცევა სრულად საპირისპიროზე მეტყველებს, რომ იგი თქვათ ჩადის წვრილმან ტყუილს, რომ ის ცდილობს დაჩაგროს თავისი თანამოძმენი, რომ ის ცდილობს ყველა შესაძლო მეთოდით მოიპოვოს ადგილი მზის ქვეშ და ასე შემდეგ. ავტორებმა ჩაატარეს გამოკვლევა, აქ ლაპარაკია ბეტსონზე და მის თანაავტორებზე. კერძოდ, ძალიან საინტერესო კვლევაა ეს სხვათა შორის, ცდისპირები იყვნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, ანუ კვლევა ჩატარდა უნივერსიტეტში. და სტუდენტებს, ასე ვთქვათ, აძლევდნენ ორი სახის დავალებას. ერთი დავალების შესრულების შემდეგ სტუდენტი იღებდა გარკვეულ ჯილდოს, ეს იყო $30 ღირებულების ლატარიის ბილეთი და მეორე დავალების შესრულებას თან არ მოსდევდა დაჯილდოვება. და აი ესეთი პირობა იყო. ერთი დავალება ან ჯილდოთი, ან ჯილდოს გარეშე სტუდენტს უნდა აერჩია თავისთვის და მეორე დავალება უნდა მიეცა სხვა ცდისპირისთვის. და აი აღმოჩნდა ასეთი რაღაც. ცდისპირთა 80%-მა აირჩია დაჯილდოვებადი დავალება. თუმცა მხოლოდ 1-20 ცდისპირიდან განაცხადა, რომ მაღალზნეობრივია, როდესაც სამუშაოს ანაზღაურებით საკუთარი თავისთვის ირჩევ. დანარჩენი ცდისპირები კი მიიჩნევდნენ, მე მინდა ხაზი გავუსვა მათი რეალური ქცევის საპირისპიროდ, რომ ზნეობრივია, როდესაც ანაზღაურებად სამუშაოს სხვას უთმობ.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისინი აცხადებდნენ ასეთ რაღაცას, რომ თქვა მაღალზნეობრივია, როდესაც ანაზღაურებად სამუშაოს უთმობ მეორე ადამიანს, მიუხედავად ამისა, ისინი თავადვე ირჩევდნენ ასეთ სამუშაოს. ანუ ადგილი ჰქონდა განსვლას განწყობებსა და რეალურ ქცევას შორის. ჩატარდა ამ ექსპერიმენტის განსხვავებული სერიები, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო შედეგი იქნა თავიდან მიღებული და შემდგომ კვლევარებმა გადაწყვიტეს ეს საკითხი სხვადასხვა ფაქტორების ვარიაციების პირობებში ეკვლიათ, როგორც ეს ხდება ხოლმე საერთოდ ფსიქოლოგიაში და ყველგან მერწმუნეთ ამ ზნეობისა და სიხარბის შორის ბრძოლაში, როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისების გარდა იმარჯვებდა სიხარბე. რადგანაც ადამიანთა სიტყვები და ქცევები ერთმანეთს არ შეესაბამება, არ უნდა გვიკვირდეს, რომ განწყობის შეცვლით ქცევის შეცვლის მცდელობა ხშირად წარუმატებლად მთავრდება. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ ტელეძალადობა ნეგატიურად ზემოქმედებს, მაყურებელთა უმრავლესობა მაინც მედია მკვლელობებს უყურებს და თანაც ისეთივე სიხშირით, როგორც უწინ. საბოლოო ჯამში ქცევაზე ზემომქმედ ფაქტორთა შორის წინა პლანზე მოინიშნა გარეგანი სოციალური ზეგავლენები, რომლებიც დომინანტურია ისეთი შინაგანი მახასიათებლების მიმართ, როგორიცაა განწყობები და პიროვნული თვისებები. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში თეზისი განწყობა განსაზღვრავს ქცევას შეცვალა ანტითეზისმა განწყობა არაფერს განსაზღვრავს. თუმცა დღეს თანამედროვე ეტაპზე გაჩნდა კითხვა, იქნებ ჭეშმარიტება აი ამ თეზისსა და ანტითეზის შორის ვეძიოთ. ჩვენი ქცევა და განწყობები განსხვავდება იმიტომ ერთმანეთისგან, იმიტომ არ ემთხვევა ერთმანეთს, რომ მათზე განსხვავებული ფაქტორები ზემოქმედებენ. სოციალურ ფსიქოლოგიაში დათვლილია ასეთი 40-მდე ფაქტორი. ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენზე ზემოქმედებს არა მხოლოდ ჩვენი შინაგანი განწყობები, არა მხოლოდ ჩვენი დისპოზიციები, არა მხოლოდ ატიტუდები, არამედ ის სიტუაციაც, რომელშიც ვიმყოფებით. მაგალითად, პრეზიდენტის ასისტენტებმა შეიძლება ჩაიდინონ ისეთი ქცევა, რასაც არასწორად მიიჩნევენ. სამხედრო ტყვეებმა შეიძლება მოიტყუონ, რათა მოიპოვონ კეთილგანწყობა. არსებობს ეგრეთ წოდებული ერთობლიობის პრინციპი, რომელზედაც ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ.